ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2025 წლის ეკონომიკური პროგნოზი ცხადყოფს, რომ გლობალური სავაჭრო დაძაბულობა, ჩინეთიდან მომდინარე კონკურენცია და გარე მოთხოვნის შესუსტება სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის EBRD-ის საქმიანობის არეალში მყოფ 53 ქვეყანას, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მართალია, წლის პირველი ნახევარი დადებით ტრენდს აჩვენებდა ეკონომიკურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა და 3.3% დააფიქსირა, თუმცა მეორე ნახევარში ბანკი ზრდის შენელებას პროგნოზირებს, რაც თავის მხრივ მაკროეკონომიკურ გაურკვევლობაზე მიანიშნებს. მთლიანობაში 2025 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს EBRD 3.3%-იან ზრდას ელოდება. მთავარ საფრთხეებს შორის, რომლებიც ამ მერყევ დინამიკას განაპირობებს, EBRD ასახელებს ორ ძირითად ფაქტორს. პირველი, ამერიკის მიერ ევროკავშირის პროდუქციაზე დაწესებული 15%-იანი ტარიფები, რომლებიც 2025 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. მეორე, ჩინეთის მზარდი ექსპორტი და გლობალურ ბაზრებზე გავლენის გაფართოება. ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ჩინურ პროდუქციას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ავტომობილების, ბატარეებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოება. ზრდის ყველაზე მკვეთრად შემცირებული პროგნოზი ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეეხება. სლოვენიაში მოსალოდნელია მხოლოდ 0.7%-იანი ზრდა, რაც 1.2%-იანი პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით. ქვეყნის ექსპორტი ამერიკაში იმდენად შემცირდა, რომ მისი ზარალი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს უტოლდება. უნგრეთის პროგნოზიც 1%-იანი პუნქტით დაეცა და ამჟამად 0.5%-ს შეადგენს. ამის მიზეზებია როგორც ევროკავშირის შეჩერებული დაფინანსება, ისე ქვეყნის შიგნით გაზრდილი ხარჯები. დამატებითი ნეგატიური გავლენა მოდის გერმანიიდან, სადაც წარმოების სექტორის შემცირებამ პირდაპირი ეფექტი იქონია უნგრეთზე. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, გარკვეულ ქვეყნებში შენარჩუნებულია პოზიტიური დინამიკა. პოლონეთის ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა და წელს 2.5%-ს შეადგენს. ამას საფუძვლად უდევს მსხვილი სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით ენერგეტიკულ პროექტებსა და თავდაცვის სექტორში. ლიეტოვას კი 0.6%-ით გაუმჯობესებული პერსპექტივა აქვს, რაც ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და სტაბილური პოლიტიკის შედეგია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში ზრდის პროგნოზი წელს 0.3%-იანი პუნქტით შემცირდა, ხოლო მომავალ წელს ბანკი კიდევ 0.5%-იან შემცირებას ელის. აღნიშნული რეგიონისთვის EBRD წელს 1.7%-იან, 2026 წელს კი 1.9%-იან საშუალო ზრდას პროგნოზირებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, დასავლელ პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულ გავლენას მოახდენს ამ ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე. მართალია, ზოგიერთი ექსპორტიორი ქვეყანა მოკლევადიან პერიოდში სარგებლობს პროდუქციის წინასწარი მიწოდების ზრდით, მაგრამ ამერიკის მაღალი ტარიფები მთლიანობაში აფერხებს გრძელვადიან გეგმებს. ამავე დროს ჩინეთი უფრო და უფრო მძლავრ კონკურენტად ყალიბდება EBRD-ის რეგიონისთვის. ქვეყნის ექსპორტის წილი გლობალურ ბაზარზე უკვე 25%-ს უახლოვდება, რაც მეტია ვიდრე ამერიკისა და გერმანიის ექსპორტი ერთად. უფრო მეტიც, EBRD-ის რეგიონსა და ჩინეთს ხშირად მსგავსი ტიპის პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე. ეს კი პირდაპირი კონკურენციის მექანიზმს აძლიერებს. დამატებითი ზეწოლა მოდის ფისკალური მიმართულებითაც. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი, დიდ რესურსს ხარჯავენ სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე. ზოგ შემთხვევაში ეს წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს აღწევს. ასეთ პირობებში, როცა საინვესტიციო საჭიროებები მზარდია, ბიუჯეტის მართვა კიდევ უფრო რთულდება. მიუხედავად ამ სურათისა, EBRD ხედავს კონკრეტულ შესაძლებლობებსაც. ამერიკის მიერ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები გარკვეული ქვეყნებისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისთვის არის შანსი ამერიკული ბაზრის გარკვეულ სეგმენტებში ჩინეთი ჩაანაცვლონ. თუმცა, ვინ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს უკვე მომავლის განსახილველი თემაა. მანამდე ჩვენ საქართველოზე ვკონცენტრირდეთ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიუთითებს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი პოლიტიკური რისკებია. თუმცა, ამის მიუხედავად, EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-იანი პუნქტით 7%-მდე გაზარდა. მისივე განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რაც მნიშვნელოვან წილად ICT სექტორის თვალსაჩინო ზრდას უკავშირდება. ეკონომიკური რისკებიდან EBRD კლებად FDI-სა და მზარდ ინფლაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისივე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 5%-მდე შენელდება. წლევანდელი შედეგებით კი როგორც ირკვევა რეგიონში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჩვენ გვაქვს. სხვა ქვეყნების შემთხვევაში EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია: სომხეთი 5%, აზერბაიჯანი 2%, თურქეთი 3.1%, უკრაინა 5%, ხოლო რუსეთი 1.3%.
0.3% და ბოლოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიღმა და პარალელურად საქართველოს სუვერენულ რეიტინგსაც უნდა გადავხედოთ. ბოლო განახლებით სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად BA2 დონეზე დატოვა, თუმცა პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. სააგენტოს შეფასებით პერსპექტივის ცვლილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესებითა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული, რაც ქვეყნის მოწყვლადობის ალბათობას ზრდის. განახლებული შეფასებით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზე დაადასტურა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც, თუმცა პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა. სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს, რომ ნეგატიური პერსპექტივა გაზრდილ პოლიტიკურ რისკს და ლიკვიდობის შესაძლო გარე ზეწოლას ასახავს.